მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ახალ ვიდეოს, უკვე ნაცნობი ფორმატით ჩვენთვის ეს არის დარიგებების გარშევა. მაქვს რამდენიმე კოლეგისგან გამოგზავნილი დარიგებები და მაქვს კიდე რამდენიმე ჩემი დარიგება, აი 3 ცალი დარიგება მაქვს, რომლებითაც მინდა რომ რაღაცა კონკრეტული მომენტების დემონსტრირება მოვახდინო, იმდენად გასარჩევი დარიგებები არ არის, რამდენადაც უბრალოდ საჩვენებელი. მოდი დავიწყებ პირდაპირ. გადავალ საქმეზე, ესე იგი ეს არის NL50, დავიწყეთ open raise-ით, 2.5 blind-ი cut-off-დან, მივიღე 2 call-ი. მე ნიშნულობა დიდი არა აქვს, რა ხდება, ანუ აქ აგრესია გავაგზავნე, მივიღე ისე 2 call-ი, მოვიდა action killer-ი, ანუ იგულისხმება რომ ერთ კარტზე დაიხურა სტრიტი და ეს action killer-ს ვეძახით ესეთ კარტს. გავჩეკეთ ყველამ და river-ზე დაიხურა სტრიტი. ანუ river-ზე მოვიდა flop-ზე საუკეთესო შესაძლო ხელი. უკეთესი ხელი ვერავის ვერ ეყოლება. და აქ როგორი სიტუაცია? 3 ოპონენტი ვართ და პოტი არის 10.6 ლარი ამ შემთხვევაში. ანუ თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის დაახლოებით 3.5. აქ ერთი ოპონენტი ცდილობს რომ ეხა ეს მოიპაროს ეს პოტი რა და უფრო დიდი წილი მიიღოს პოტიდან ვიდრე ჩეკ-ჩეკის შემთხვევაში ეკუთვნის. და უკინან მეორე ოპონენტი უფრო ჭკვიანი გამოდგა და ფუშავს რა. ხო, აქ მე გავჩერდი. დავითვალე დაახლოებით რამდენი წილი მქონდა პოტიდან და რამხელა რეიქის გადახდა მომიწოდა და საბოლოო ჯამში უფრო დიდი წილი მქონდა პოტიდან, თითქმის იგივე თხა გავყიდე თხა ვიყიდე გამოდიოდა, მაგრამ თითქმის იგივე წილი მქონდა პოტიდან, ოდნავ მეტი მაინც და მაინც დავქოლე. ერთ სიტყვით რაღაცა ლარით მეტი მეკუთვნოდა პოტიდან ვიდრე რეიქს გადავიხდი ქოლის შემთხვევაში და დავქოლე და ყველამ დაქოლა და გადავიხარეთ რეიქი. ეხლა რა შეიძლება ითქვას აქ. ანუ ოპონენტებმა უბრალოდ გააკეთეს რა, იმითაც რომ მოეპარათ ვითომ უფრო მეტი წილი პოტიდან ვიდრე ეკუთვნოდათ, სინამდვილეში უბრალოდ რაც ეკუთვნოდათ ისიც რეიქში გადაიხადეს რა. რა მინდა მეთქვა ხა ამ დარიგებით, რატო საერთოდ გაჩვენეთ ეს დარიგება, უბრალოდ აი კარგად ხდება აქ რეიქის წეხის დემონსტრირება რა. აი მოთამაშეები როცა არ ითვალისწინებენ რეიქის წეხს თამაშში, აი ესე გამოიყურება თამაში. კი მილიონში ერთხელ შეიძლება მიიღოთ ფოლდები და წაიღოთ უფრო დიდი წილი პოტიდან, როცა ორი ოპონენტი ყავდა ესეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან იშვიათად მიიღო ფოლდი ფუშის მერე, ორი ფოლდი და წაიღო უფრო მეტი წილი პოტიდან, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ოპონენტი უბრალოდ იმას რაც ეკუთვნოდა პოტიდან გადაიხდა რეიქის სახით და მიიღებდა ვერაფერს. ეხლა რა მორალია ამ დარიგებიდან, რომ ანუ ჩვენი ქმედებები უნდა იყოს რეიქის გათვალისწინებით. რეიქს უნდა ვითვალისწინებთ, როცა რაღაცა ქმედებებს ვაკეთებთ, უნდა ვითვალისწინებთ რეიქის წეხს. ეს არის და ეს. მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ამ მოთამაშეებმა არ გაითვალისწინეს რეიქის წეხი და ეს იმიტომ გააკეთეს და არა იმიტომ, რომ დაუშვათ რაღაცა დაიანგარიშეს და ეგონათ, რომ მომგებიან ქმედებას აკეთებდნენ რა. გონია რომ უბრალოდ ნაცი, მოდი დავავლინებ, რაღაც დაახლოებით ეგეთი დამოკიდებულება იყო. გირჩევთ რომ ეგეთი რაღაცა არ გააკეთოთ. აი, შემდეგი დარიგება. აქ რა ხდება, კარგად აღარ მახსოვს, მოდი შევხედოთ და ორი კაროლი, limp call-ის წინააღმდეგ ვთამაშობ. რა თქმა უნდა ვაგრძელებ აგრესიას. ხო, მოდის turn-ი, გავდივარ და ვიღებ მინიმალურ raise. ესეთი raise-ი არის ხოლმე როგორც წესი მონსტრი. მაგის თქვა მინდოდა რა. როცა 2x raise-ით თამაშობს ოპონენტი, თუმცა აქ ისეთი დიდი შანსები მეზლება უბრალოდ პოტში შესასვლელად, რომ ორი კაროლის დაყრა უბრალოდ შანსების გამო არ გამოდის, თორე სხვანაირად დასაყრელი იყო ყველანაირად, ძალიან დიდი შანსები მაქვს 1000 ერთხელ რომ იყოს ბლეფი ან 1000 ერთხელ რომ კაროლი დამიდოს river-ზე. უკვე მაწყობს აქ შესვლა, ამ მინიმალურ raise-ზე შევდივარ, მართლა მიდევს კაროლს, ოპონენტი ფუშავს თავის 6-იანს, რომელიც face-up-ი იყო turn-ზე. აი ამ ესეთ სიტუაციებში უბრალოდ ძალიან ხშირი სიტუაცია და ერთ-ერთი ჩემი გამომწერის მიერ გამოგზავნილი ვიდეოც რაღაცა მსგავს სიტუაცია და იმიტომ შევინახე ეს დარიგება. რომ ძირითადად მინიმალური რეიზები, აი ერთ-ერთი არა, რამდენია მე მგონი, როცა ის დარიგებები დავათვალიერე, მაგრამ კარგად აღარ მახსოვს რა რეები იყო რა და ერთი იყო თუ ორი ესეთი რაღაც მსგავს სიტუაცია. ერთ სიტყვით ესეც ისეთი ტიპიური სიტუაცია, სადაც ოპონენტს მონსტრი ყავს, უნდა რომ დაარეიზოს, უნდა რომ ბანკი გაბეროს, მაგრამ ეშინია რომ დაგაყრევინოს და აი ეს რაღაცა საშუალო არითმეტიკული, ანუ ოქროს შუალედი მოზებნა რაღაცა და დაარეიზა
მინიმალური. ანუ 2x რეიზი გააკეთა ternზე. ძირითადად მონსტრია ხოლმე, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა ბლეფობენ. სხვათა შორის ტურნირებში ისეთი რაღაც ცოტა high stakes რეგულარები იყენებენ მაგ ქმედებას საკმაოდ ეფექტურად, იმიტომ რომ იქ სხვანაირი სტეკებია, იქ ყველა ბლაინდს მნიშვნელობა აქვს, რაღაც 20-22 ბლაინდის სიღრმეში როცა მიდის თამაში და იქ ძალიან ესეთი რაღაცა მიკრო პოკერია ხოლმე და ძალიან ესეთი ცოტა არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ ოპონენტებს და მანდ იყენებენ ხოლმე რეგულარები. შემდეგი დარიგება, ეს ისეთი საინტერესო არაფერია, ისევ limp call-ის წინააღმდეგ თამაშობთ. Flop მოდის ჩემთვის კარგი, ოპონენტი პირდაპირ donk push აკეთებს და მე სიმართლე ესეთი donk push-ები ძირითადად ჰენდია ხოლმე, ბლეფით ის არასოდეს არ არის ხოლმე, უბრალოდ ბლეფი რა გაგებით, აი შეიძლება იყოს ბლეფი, მაგრამ აი მაინც რაღაც ძლიერი მოლოდინე ხელი იქნება რა 7-იან 5-იანიან რაღაც ეგეთ ისეთ სიტუაციაში. ძირითადად ჰენდია ხოლმე, მაგრამ ეს ჰენდი ხშირად არის ხოლმე overplay რა, შეიძლება იყოს რაღაცა დამავალეტი, დამაათიანიან, რაღაც 5-6-იანიან რაღაც ეგეთი. არ არის გამორიცხული რაღაც ისეთი ხელი აქვს ხოლმე ოპონენტს ეს სიტუაციებში, რომელიც იცავს ხელს, ესე პირდაპირ push-ით იცავს ხელს, ანუ არ არის წინააღმდეგი რომ დავყარო რა, ძირითადად ეგ არის ხოლმე. მაგრამ ძალიან ხშირად როცა flop-ზე street-ი გამოდის ხოლმე, street-იც არის ხოლმე მაგ სიტუაციებში. რატომაც აი ესეთი donk push-ები მოკლედ ხანდახან ძალიან დიდი მონსტრებითაც აკეთებენ, კიდევ და ხანდახან არა ხშირად აკეთებენ რეკრეაციული მოთამაშეები. თუმცა აი რაღაც დაახლოებით ესე ვუყურებ მე სიტუაციას, რომ როცა სტრიტი არ გამოდის, ანუ როცა დრომინგ დედი არა ვარ, კოლავ, როცა დრომინგ დედი ვარ, ანუ უბრალოდ პოტენციურად როცა შეიძლება რომ დრომინგ დედი ვიყო, არ კოლავ ხოლმე რა, აი ესე donk push-ებს რაღაც დაახლოებით ეგეთი ბუღალტერია მაქვს მან რა. აქ დავკოლე, flop მოდის flop-ი გარა 10 river მოდის 5-იანი გაწყდა. ავიღე 2 პარა, უფრო უკეთესი ვიდრე ოპონენტმა და წავიღე პოტი. მაგრამ ეხლა აქ რა არის სათქმელი რომ ოპონენტმა გაათამაშა 6-4-იანი limp call-ით, მაგრამ ეს ოპონენტი ეხლა ყოველთვის იქნება დარწმუნებული რომ გაიწირა რა. დაახლოებით აი ეს არის პოკერის მუღამი რა, რომ ანუ ეს ოპონენტი ჩასულს ეს იყო პერეზდი, ანუ უსამართლობა მოხდა მის წინააღმდეგ. დაახლოებით ეს და მე გამოაგზავნა კიდევ სადაც smiley no way ეგრე გამომიგზავნა და ანუ მივხვდი რომ ძალიან გული დაწყდა და ჩათვალა რომ მე აი ძალიან მაჯობა თამაშით და მაინც აი ბედმა არ გაუმართლა და აი ხო ხდებით რა დაახლოებით ეგეთი ტრიპი არის რა. ასე რომ ხო ცოტა რაციონალურად თუ შევხედავთ პოკერს, უბრალოდ limp call-ით 6-4-იანის გათამაშების მერე რაც არ უნდა მოხდეს, სასიკეთო არაფერი არ მოხდება რა. ყველაზე კარგი შემთხვევაც როცა მოგივა, იმ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც არ ახარ ასე ვთქვათ, არ აქვს არანაირი გარანტიები, იმიტომ რომ ძალიან სუსტი ხელი გიჭირავს პრეფლოპიდან და ძალიან სუსტი გათამაშების ხაზი გაქვს, ანუ limp call-ი გაქვს და donk push-ი მერე ფლოპზე, სადაც ანუ მოკლედ პრობლემების მეც არაფერს მოიტანს ესეთი გათამაშების ხაზია, თქმა უნდა. კარგი, ეს ისე მინდოდა, უბრალოდ მithქვა ეს დაახლოებით ეს მესამე დარიგება უფრო იყო ესეთი რაღაცა ფსიქოლოგიური, ან მენტალური მდგომარეობა დამენახებია დაახლოებით მოთამაშის, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ არ უმართლებს რიგ შემთხვევებში. ეს სამდვილეში კიდე უბრალოდ სხვადასხვა ფერის 6-იანი თამაშობს limp calls, რა, დაახლოებით ეს რომ დაგენახათ, აი ეს კოგნიტური შეცდომა რომ დაგენახათ, რაც პოკერი ძალიან ხშირად ასე ვთქვათ, გვაშვებინებს ესეთ შეცდომებს რა. და მაგიტომაც ინარჩუნებს ამდენ რეკრეაციულ მოთამაშეებს ექშენში რა. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა უკვე დარიგებების გარჩევაზე. დავიწყოთ, მოდი აი აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ რაღაცა თემატურია, ერთ-ერთი დარიგება. და მე მგონია ეს უნდა იყოს ეგ და არა, ეს არ არის. აი მოდი თანმიმდევრობით გავუყვეთ და შეგვხვდება ის დარიგებაც რა. დავიწყეთ, რეიზი მივიღეთ. მე ტრიბეთი და cold for bet-ი. კი ბატონო, cold for bet-ი. სხვადასხვა აი ხა მოდი უცებ განახებთ solver-ში რა. თუმცა ეს push-ია, ხო? ეს push-ია. აქედან ხო 7 ბლაინდი push-ია. ამ დარიგებას არ ეხება, მაგრამ უბრალოდ განახებთ solver-ში small blind-ზე ვალეტები რას აკეთებს, როცა UTG არეიზებს და MP ატრიბეთებს და უბრალოდ მე გამიკვირდა ძალიან, როცა ეს ვნახე solver-ში hijack-ი მივცეთ ტრიბეთი, ბატონი მივცეთ fold-ი და SB და ვალეტები 91 შემთხვევაში ყრის, აი ეგ ძალიან უცნაური, თან ხო ძალიან პატარა საიზინგები აქვს. ძალიან უცნაური ის აქვს.
გადაწყვეტილება. Რა თქმა უნდა, ხა ამ გადაწყვეტილებას მე ანუ კარიერაში არც ეს არ დამიყრია ეს ვალეტები, მაგრამ არ ვიცი, რაღაცა შეიძლება რაღაცა მე შემყავს არასწორად, არ ვიცი. შეხედეთ თქვენ საბა თქვით როგორ არის საქმე. მაგრამ Cold Orbit-ი აქ ჩემი აზრით ძალიან სწორია, რომ წინ იჯდეს ჩვეულებრივი full stack-ი მაინც ვალეტებით, დაკოლვა შესაძლებელია, მაგრამ ხო, დაკოლვა შესაძლებელია პრინციპში და Forbet-ი შესაძლებელია, რა. Faults მე აქ არ ანუ არ დავყრიდი რა. თქვით მაგას დაკავშირებით თქვენი აზრი კომენტარებში. Ну, აქედან 5bet-ი მივიღეთ და აი 5bet-ის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ვალეტები უკვე აღარ დგას კარგად, თუ რა თქმა უნდა ამ ოპონენტზე არ გვაქვს რაღაცა ინფორმაცია, სპეციფიკური ინფორმაცია და თუ გვაქვს კიდევ, რა თქმა უნდა, push-ი არის მარტო ერთადერთი ოფცია რა, 5bet-ის დაკოლვა. არა, 5bet-ის დაკოლვა შეიძლება თუ რა თქმა უნდა ოპონენტი მანიაკია რა, თუ ოპონენტი მანიაკია, push-ით რა თქმა უნდა არ უნდა დააყრევინო. ეს ოპონენტი მეც მეცნობა, მე მგონი მანიაკი არ არის და მე მგონი რაღაცა ესეთი ნახევრად რეგულარი, ნახევრად რეკრეაციული მოთამაშე რაღაც ეგეთია რა. Ну, გასაგებია, რომ 5bet-ის წინააღმდეგ აქ კარგად არ ვიდექით ვალეტებით და მით უმეტეს აი ესეთი ოპონენტის მხრიდან, რომელიც ისეთი აი რაღაცა ნახევრად რეგულარის წინააღმდეგ მოკლედ რა. კარგი. აჰა, ეს არის ის დარიგება, რომელზეც წეღავს ავუბრობდი. ისა UTG Raise ტრივეტია. კატოფიდან მე ჩეკის წინააღმდეგ გავდივართ. აქ ცოტა პატარა საიზინგს ვიხმარდი, ერთი მაგ კომენტარს გავაკეთებ, ერთ მესამეც, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ერთნაირად იმუშავებს უბრალოდ და თან დიდი fold equity, აქ არის ძალიან დიდი fold equity ამ ბორდზე რა. აქ დაჩეკვაც არ იქნებოდა შეცდომა. ან პატარა საიზინგი, იმიტომ რომ ანუ წარმოვიდგინეთ, ტუზი ჩვენ გვაქვს ცხრიანი გაწყვილებულია, რაც ძალიან იშვიათ, ну ხა ცხრიანი არც გვაწყობს რომ კონდეს ოპონენტს, ანუ ცხრიანი თუ აქვს უკან ვართ. ტუზი ჩვენ გვაქვს, ანუ მცირდება შანსი რომ ოპონენტსაც კონდეს ტუზი და კიდე კარლყავი გვაქვს, რაც ფლეშ დროების შესაძლებლობას ამცირებს და შესაბამისად, თუნდაც აი ტრივეტის კოლის რეინჯში რაღაც ერთი ფერის კაროლ დამა, ერთი ფერის კაროლ ვალეტი უკვე დაბლოკილი გვაქვს კარლყავით. შესაბამისად, ანუ ფლეშ დროებით ნაკლები რჩება ოპონენტთან და აქ ან ჩეკი, ან პატარა საიზინგი უფრო რა. 25% შეიძლება, ან 30% მაქსიმუმ. ოპონენტი გვაგეკეთებს აი ამ კლიკაჩს, წეღან რაც მე გამიკეთა ჩემმა ოპონენტმა ორი წვილით, თუ სეტით, თუ რაღაც აღარ მაქვს, ტრივსით, ხო, ტრივსით. ხო და კლიკაჩს აკეთებს ოპონენტი. აქედან არის call-ი, raise-ი, აი უკვე აქ ყველა ანუ კლიკაჩის მერე აქ აი ამ კლიკაჩის მერე უბრალოდ call-ი და ვაგრძელებ turn-ზე თამაშს რა. ხშირ შემთხვევაში turn-ზე მოგვიწევს ხოლმე დაყრა რა, დაახლოებით ეგეთი რამეა. თან ეს არის ტურნირი. და მინდა რომ აქ დავამატო რომ მე ხა ტურნირების რეგულარი ზოგადად არ ვარ ნათქვამი მაქვს ბევრჯერ, მაგრამ ეს post-flop-ი შენია და post-flop-ი cash მოთამაშეებს უფრო უკეთად გვესმის როგორც წესი ვიდრე ტურნირების მოთამაშეებს და ანუ deep stack-ებია რა, ჩვეულებრივად რაღაც 100 blind-ი კი არა, და 200 blind-ის სიღრმეში არიან. და რაღაცა ICM-ი და Bubble Factory და რაღაცები აქ ჯერ არ არის საავადმყოფოდ ეს ახალი დაწყებული ტურნირია. ანუ ეს სპოტი მესმის რა მაგის თქმა მინდა. ხო და შესაბამისად ტურნირებზე ოპონენტები უფრო პასიურები არიან ზოგადად ვიდრე cash-ზე. ანუ ეგ დაიმახსოვრეთ რა. ანუ ტურნირებს უფრო პასიურად თამაშობენ როგორც წესი მოთამაშეები ვიდრე cash-ს, იმიტომ რომ ხო რა, ანუ რაღაც cash-ზე რაღაცა მაინც ფულზე მიდის თამაში, იქ რაღაცა პოტს რომ მოიგებს, ანუ ფულს იგებს, აქ ხა რაღაცა ჩიპებია და რაღაცა და უფრო ისეთი მომენტია, რომ უფრო ისეთი სიტუაციებს ეძებენ, სადაც ან გაორმაგდებიან და ან არა და არ აინტერესებთ რა ეგეთი თემაა რა. რეკრეაციულ მოთამაშეებს გულისხმობ და ხა ეს ნიკი მეცნობა, ეს მე მგონი არ არის რეკრეაციული მოთამაშე, მე მგონი ეს cash-ის აი ძველი რა. ყოველ შემთხვევაში ეს ნიკი იყო cash-ი ადრე რეგულარი. ეხა შევა სხვას აქ ეგ ნიკი რავი. იგივე, იმიტომ რომ შეიცვალა აქ ნიკები, მაგრამ რაც არის რა. ну ამ ტურნირზე ეხა ძალიან ბევრი რეკრეაცია ეს იყო აჭარაბეთის main event-ი მე მგონი 300,000-იანი და ძალიან ბევრი რეკრეაციული მოთამაშეები იქნებოდნენ, იმიტომ რომ შეიძლება სატელიტების შესრულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ну მე უკვე რაც ჩვენ Raise-ი მივეცით აქ იმ კლიკაჩი რომ გადავარტყით, ეგ ქმედება ანუ ერთის ხრივ არ იყო საჭირო დაკოლა შეგოლო, მაგრამ მეორეს ხრივ ეგ შეგოლო გაგკეთებინა ცოტა უფრო პატარა საიზინგით, ან 18,000 კი არ გასულიყავით და უბრალოდ 7,000-ზე ჩვენს კლიკაჩი გაგკეთებინა რამე აი რაღაცა მინიმალური რაც იქნებოდა Raise-ი და უბრალოდ ეგ გაგკეთებინა და უკვე ოპონენტის რეაქციას დავკვირვებოდით რა, ანუ ინფორმაცია მიგვიღო და სავარაუდოდ მე დავყრიდით და ანუ სტეკზე თამაში ამ სიტუაციაში არ იყო გამართლებული რა თქმა უნდა. მით უმეტეს ტურნირის დასაწყის სტადიაზე, სადაც მოკლედ
უფრო აი გაცილებით ტაიტი თამაში გმართებს, ან სწორიც არის და როგორც წესი მიდის კიდევაც ტაიტი თამაში. შემდეგი დარიგება. ესე იგი, რეიზი cold call-ია ერთი პერსის უზვალეტით. რა შეიძლება, უფრო აი აქ უფრო ტრიბეთსა და fold შორის გავაკეთებდი მიარჩევას. მოდი ერთი ამაუცებს შევხედოთ. Solver-ი რას ფიქრობს მაგასთან დაკავშირებით, UTG რეიზი, არა, გასაგებია რომ იქ 4 ბლაინდი რეიზი იყო. ნუ hijack-ზე ატრიბეთებს, 2.5 blind raise ატრიბეთებს hijack-ზე ყოველთვის, ანუ 8% შემთხვევებში აგენ 8% ტრიბეთი აქვს და მათ შორის ისა 100% შემთხვევებში ჩვენი ისა ერთი პერის უზვალეთი. მაგრამ ეს 2.5 blind raise-ზე არის და აქ არის 4 blind raise-ი. კი, 4 blind raise-ის დატრიბეთება არ არის კომფორტული ზოგჯერ, თან ეს MP არის. არა, უეჭველი ტრიბეთი იყო რა, უეჭველი, ანუ MP თუ უკვე უეჭველი ტრიბეთი იყო. ჩვენებად 3x ტრიბეთი აქ იმუშავებდა 12 ბლაინდი, ძალიან კარგად შევინარჩუნებთ პოზიციას, გვექნებოდა ინიციატივა. გადასარევი სიტუაცია იქნება, ზედმეტი ხალხი პოტში არ შემოვიდა და ნუ აქ კიდე არის ერთი ფაქტორი, ოპონენტი ვინ არის, ხო? თუ რაღაცა სპეციფიკური ინფორმაცია არსებობს ოპონენტზე, რომ ოპონენტი ძალიან ნიტი არის და საერთოდ დავუშვათ მინრეიზით იხსნება ხოლმე, მაგრამ აი ეხლა რატომღაც 4 ბლაინდით მოინდომა გახსნა და რეიზა, მაგ დროს შეიძლება გადაყარო რა, ტუზვალეტი, არანაირი პრობლემა არ არის. ან ტუზვალეტის დაყრა თუ რაღაცა სპეციფიკური სიტუაციაა რა. მაგრამ ისე დეფოლტზე ტრიბეთი არის რა, ანუ გულისხმობ, ანუ როგორც წესი ტრიბეთია. გასაგებია სიბეთის დარეიზება აქ შესაძლებელი, აბსოლუტურად შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშრალი ფლოპია. ნუ პრინციპში პოზიციაში დაქოლაჯობია ალბათ, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი fold equity-ს იღებ, როცა აი აქ ატრიბეთებ, აქ ძალიან დიდი fold equity-ს იღებ. პრინციპში რაც აგრძელებს ერთადერთი flash draw-ები, რაც არც ისე ბევრი იქნება ოპონენტთან და ტუზიქსები რა. აქ უკვე ალბათ დავარავდოთ ჯიბის წყვილებს დაგიყრის რაღაცა ის სიტყვაზე აქ 10-იანები, 8-იანები არა, 10-იანები, 9-იანები, 7-იანები რაღაც ეგეთები რო ეჭიროს, ძალიან დიდი შანსია რომ დაგიყაროს რა. დაჟე აი უფრო მაღალი წყვილებითაც შეიძლება დაფიქრდეს უკვე დაყრაზე. ნუ ალბათ ერთ ბარელზე არ დაგიჯერებს, ალბათ ახლა კაროლებით არ დაგიჯერებს ახლა ერთ ბარელზე და მაინც დაგიქოლავს, მაგრამ შემდეგ ქუჩებზე უკვე ბევრ equity-ს, ისე ბევრ value-ს დიდად ვეღარ მიიღებ ალბათ კაროლებისგან. გასაგებია, აქ ახლა ეს კულერი იყო, გასაგებია. ნუ აქ იდეაში რაც მოხდა, კარგია. გასაგებია, მაგრამ დაუშვათ თუ ოპონენტთან თუ ტრიბეთი ბანკი იქნებოდა ეს ყველაფერი უფრო ადვილად მოხდებოდა, უბრალოდ და მეტი არაფერი რა. უფრო ადვილად მოხდებოდა. უბრალოდ ტრიბეთ ბანკში დაუჩეკავდი და თვითონ მოიფიქრებდა როგორ ჩაედო პოტში თავისი სტეკი რა. ეგ იქნებოდა და ეგ. ოფერეიზი ტუზდამით big blind-ზე call-ი მივიღეთ. ფლოპი სიბეთია ჩვეულებრივად, თერნით სიბეთია. რივერი ხო, რივერი ოპონენტისგან მივიღეთ ფსონი და უბრალოდ დავქოლეთ, ხო? ხო, სწორია, პრინციპში სწორია, ხო რა. აქ რეიზს რა იხდი და ტუზის გარდა ძნელი სათქმელია. კი, მაინც შეიძლებოდა ცდა, რომ რაღაცა იქ შეიძლება რაღაც ჯიბის წყვილიდან 10-იანით გადაეხადა ოპონენტს რეიზი, მაგალითად ანუ დავესვით ჩვენ აცდენილ flash draw-ებზე რა. შეიძლება ეგეთი რაღაცა. რეიზი შეიძლებოდა, მაგრამ ნუ აი ძალიან ხშირ შემთხვევაში ისე ტუზი იქნებოდა და ეგ იქნებოდა რა. ნუ ხანდახან ძალიან იშვიათად 6-იანიც იქნებოდა გასაგებია წავაგებდით. ნუ მოკლედ call-ზე ვერ ვიტყოდი რომ შეცდომა იყო, მაგრამ რეიზი შეიძლებოდა რა. ლიმპები იზოლირება საკმაოდ ნორმალური საიზინგი. კი ბატონო, 5 ბლაინდი, ცოტა მეტი 6-ით შეიძლებოდა, მაგრამ ნუ არაუშვებს რა, 5 ბლაინდი, 3 ლიმპერის წინააღმდეგ ნორმალურია. შეიძლება უპოზიციოთ რა ხახა, შეიძლება აი 5.5 ან 6 რა, ჩვეულებრივ. აქ სიბეცა ყველამ დაყარა. კი ბატონო. ანუ აქ მივიღეთ 2 call-ი ხო პრეფლოპზე. 2 call-ი მივიღეთ პრეფლოპზე, ფლოპი მოვიდა ჩვენთვის შესაფერისი აბსოლუტურად და სიბეცი ნახევარი პოტი აბსოლუტურად სტანდარტულია. ორმა ოპონენტმა დაყარა. აქ რავი, არაფერი არა სათქმელი, ანუ სტანდარტული დარიგება. სხვადასხვა ეგ დარიგება ეხლა რაც იყო, ანუ აი სტანდარტული ტიპიური დარიგება, რომელშიც როგორც იშოვება ფული ამ ლიმიტებზე პოკერში და ასე შემდეგ. კარგი, გავაგრძელოთ. რეიზი ტრიბეთი. ანუ ბოდიში ერთიც არა, სკვიზია ხო? ანუ UTG რეიზი, ამ შემთხვევაში MP, უბრალოდ ერთი კაცი გვაკლია. Small blind-ი call-ს და big blind-ზე squeeze. Squeeze sizing-საც შეეხება.
4x-ი სკვიზის სტანდარტი საერთოდ 5x-ია, ეგ დაიმახსოვრეთ და მithuete სუპოზიციოთ რა. 5x-ი ჯობდა ამ 3 ლარი ამ შემთხვევაში. ეს დავაბადარავთ, ძალიან დიდიც არ გვინდა. ანუ სიბეთი სტანდარტია. თუმცა აქ ხა push-თან რამდენად კარგად ვიდგებით, ეგ მეორე საკითხი არის რა. აქ უკვე ეს არის სიტუაციურად შესაძლებელი, სიტუაციურად არის შესაძლებელი ეს რა. ან თუ ოპონენტზე, ხა მე ეს ნიკი არ მეცნობა ეს ოპონენტის ნიკი. თუ ოპონენტი მანიაკია, ჩვეულებრივად კოლი ხარ, მაგრამ თუ მანიაკი არ არის, დანარჩენ შემთხვევებში foldi ხარ და თუ ინფორმაცია არ გაქვს ოპონენტზე, მაგ შემთხვევაშიც foldi ხარ რა. აქ შეიძლება რაღაცა დაუშვათ OSD-ები წარმოვიდგინოთ დამაათიანი 10-იანი, მაგრამ მაგას შენ ბლოკავ რა 2-ათიანი ხელზე გიჭირავს. ანუ რაღაცა სასტრიტებს შენ ბლოკავ და ანუ მომოდინე ხელებს, რომელიც გიფუშავდა რა. დიდი ალბათობით რაღაც მზახელი ფუშავს. ხო, ხა მე არ მაქვს ეს დარიგება ნანახის იმართლა. მოდი ნახოთ, აბა რა არის ხა. ნუ ხანდახან შეიძლება რაღაცა цаრიელი გაჩოტი ეჭიროს ოპონენტს, ან რაღაც ეგეთი. ეგეც არ არის გამორიცხული, ან რაღაცა ტუცხრიანი, ან რაღაც ეგეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეგ უკვე ოპონენტს შეაფასო. აი, სტანდარტულ სიტუაციაში ეს ამ ფუშის წინააღმდეგ სავარაუდოდ ძალიან ხშირად ვალეტი იქნება რა. ნუ ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა ვალეტი არ მიკვირს ზოგადად ანუ ძალიან ხშირად არის პოკერის სიტუაცია, როცა ჩვენ გვაქვს ბეთი, ანუ გვაქვს value ბეთი, უარესი ხელები გვიხდიან, მაგრამ raise-ის წინააღმდეგ უკვე აღარ ვდგავართ ხოლმე კარგად და მაგ გათამაშების ხაზს ქვია bet fold-ი რა, აკეთებ bets, მაგრამ საპასუხო აგრესიის გამო უკვე ეცემი და bet fold-ს ვეძახით მაგ გათამაშების ხაზს და ძალიან აქტუალური გათამაშების ხაზია ეს მიკროლიმიტებზე რა. და სხვადასხვა აი რეკრეაციული მოთამაშეები bet fold-ს რო გააკეთებ, მე შევა smile-ები გამომაგზავნონ, რომ გონიათ რომ რაღაცა fail-ი არის რა, გონიათ რომ რაღაცა სისულელე გააკეთე რა, რომ ფსონი გააკეთა, დაიწირო ბლეფოვდი და დაყარე რაღაც დაახლოდ ეგრე გონია და ეცინებათ მაგაზე რომ ნახე დავაყრევინ და რა. სიადვილეში უბრალოდ შენ იცი რომ უარესი ხელები გიხდიდნენ, მაგრამ უფრო მარტო უკეთესი ხელები არ ეიზებდნენ მაგ სიტუაციაში და ბეტფოლდს აკეთებ და აი ძალიან აქტუალური გათამაშების ხაზი არის მიკროლიმიტებზე, აი ხა მანდაც 10-იანებითაც ეს აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა. ისევ ლიმპი, სასიამოვნოა ამდენი ლიმპების ყურება ესეთ ლიმიტებზე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ პოკერი ცოცხალია, ეს ნიშნავს რომ ხალხი თამაშობს, ხალხი ერთობა კაიფობს, ლიმპებს აკეთებენ, აი ეს ოფლაინ პოკერი გეგონება, რო შეხედავ ისეთი ის არის. ისეთი ექშენი არის, ისეთი მხიარულება არის ჩვენს რუმებში რა. აქ დავჭეკეთ ხოლო ხო, უბრალოდ ბლაინდზე დავჭეკეთ. ხო, არა, აქ რა თქმა უნდა იზოლირება იყო საჭირო, ჩვეულებრივად რეიზი, ერთი ფერის დამავალ, სხვადასხვა ფერის დამავალდი უნდა დაგეჭეკა, ბაზარი არა, ერთი ფერის დამავალდი საკმაოდ ძლიერი ხელია, იმისაც რომ დაარეიზო ლიმპერების წინააღმდეგ. ხა სხვადასხვა ფერის დამავალიც არ არის ზუსტი, მაგრამ მაინც რა, ხა ერთი ფერის დამავალდი განსაკუთრებულ გათამაშებადობის ფაქტორს იძენს პოსტლებზე, როცა აი ფლეშ დროები ეცემა, თუნდაც ბექტორები ეცემა და ასე შემდეგ. ოდიში აქ ფლოპი რა ექშენი იყო? ფლოპზე უბრალოდ კოლით მივიღეთ ოპონენტი. ნუ მისაღებია, თერნი გავსვიდეთ. ჩეკი და რივერსზე ოვერბეთი. ხო, რავი, ანუ შეიძლება და ოვერბეთი რივერსზე ტუზი მოვიდა, მე მესმის აქ ლოგიკა, რომ აი ტუზი თუა, ბარემ ოვერბეთსაც გადაიხდის. ტუზი თუა ვაფშე ფუშსაც გადაიხდიდა აქ ხას იმართლა რო იქოს, მაგრამ მაინც ანუ მეორე ხრი ტუზი დაგირეიზებს კიდევაც. ასე რომ შეგვიძლია აქ პატარა საიზინგით გახვიდე რა. იმიტომ რომ როგორი თემა იცი, ხა აი ტუზი თუა ოლინს გადაიხდის და ოვერბეთსაც გადაიხდის, ყველაფერს გადაიხდის, მაგრამ აქ რო შენ რაღაცა ორ ბლაინდს გახვიდე და უშოთ ან ორ ნახევარ ბლაინდს, ხო? ოპონენტი თავის ტუზი დაგირეიზებს. თვითონ დაგირეიზებს, ანუ იმიტომ რომ value bet-ი აქვს შენ წინააღმდეგ. შესაბამისად მაგრამ სამაგიეროდ კაროლი გადაგიხდის, 10-იანი გადაგიხდის, შეიძლება 7-იანებით, 5-იანებით რაღაც გადაგიხადოს ოპონენტმა ის 2 ნახევარი ბლაინდი, იმიტომ რომ უბრალოდ ფლეშ დრო აცდა და უბრალოდ მანამდე ძალიან პასიური ექშენი იყო და ჩვეულებრივად შეიძლება და პატარა საიზინგი რივერსზე საერთოდ რივერსზე ჩვენ ფსონი უნდა გავაკეთოთ იმის მიხედვით თუ რას ვახტევინებთ, ანუ დაახლოებით ეგრევე წამოვიდა, აი ხა რას ვახტევინებ, ამ რეისს რო ვაკეთებ რა, ტუს ვახტევინებ, თუ ტუს ვახტევინებ, ოლინი შემილია, მაგრამ მეორე ხე ტუზი თვითონ მიფუშავს რა, ეგეთი თემაა რა. თვითონ აქვს value bet. თუმცა ახლა არიან ოპონენტები, რომლებიც ძალიან პასიურები არიან, შევა ტუზით კოლით მიგიღონ. მაგ შემთხვევაში ჯობია დაფუშვა. რეიზ თუ არ ელოდები არათარ შემთხვევაში ოპონენტის ხვიდან, მაშინ შენ შეგიძლია დაარეიზო. უკვე ოვერბეთი გამართლებული იყო. შევა ფუში დამეტანი ყოფილიყო. ტუს მაინც არ დააყრევინე და დარწმუნებული ვარ ტუზი. ანუ ფუშიც არ დააყრევინე და ტუს მაქსიმალ სიტუაციაში მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა 4 ბანკი იქნებოდა რა.
ლიმპი, ჩეკი, წავედით. ფლოპი, რა თქმა უნდა, პოტბეთი თუნდაც ესეთი ბორდებია, ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ბორდებია. ანუ ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ბორდებად ითვლება საშუალო ერთი ფერის გადამული კარტები რა, აი 9-10 ვალეტი ან 8-9-10 აი ესეთები ხა. ეს 4-იანი კი ცოტა ამოვარდნილია, მაგრამ აი 10-იანი 9-იანი ერთი ფერის უკვე საკმაოდ გადატვირთულია. ნუ ჩვენ ახლა კი ტოს და გური ხელში გვიჭირავს და ფლეშ დროის მაგითი ბლოკავთ, მაგრამ ნუ გასაგებია. არა უშავს, აგი არ არის ხოლმე პრობლემა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ რამე ფლეშ დროები მაინც ამოგეკონ ხოლმე საიდანმე. მეორე ბარალი აქვს. აბსოლუტურად სტანდარტია. გასაგებია, აბსოლუტურად სტანდარტია. რივერზეც ჩემი აზრით აბსოლუტურად მესამე ბარელი ნახევარი პოტი კი ბატონო, აბსოლუტურად მისაღებია. ჩემი აზრით ამ სიტუაციაში 10-იანი გიხდიდა. კი ბატონო, 10-იანი გიხდიდა ჩემი აზრით. კი, ყველაფერი დაიხურა, თერზე სტრიტ დაიხურა, რივერზე ტრიპსი დაიხურა 9-იანებზე, ფლეშიც დაიხურა, მაგრამ რახან ოპონენტი პასიურად თამაშობდა რივერზე, ტუზებით, ვფიქრობ, რომ შეიძლება და ველიუს მიღება 10-იანისგან ჩვეულებრივად რა. არ არის პრობლემა. თავარი ამისი რეიზი აღარ უნდა დაგეკოლა, თავარი ეგ არის. ამისგან რომ რეიზი მიგიღო ამ ბორდზე ნებისმიერ ქუჩაზე, ეს ტუზები უნდა გადაგეყარა რა. თუნდაც თენზევე, არა, თენზებში ტუზაგური ქონა ვერ გადაყრიდი, გასაგებია ხო, მაგრამ ანუ რივერზე უნდა გადაგეყარა. არ მიგვიღია რეიზი. აი. თავიდან ისევ ლიმპები იზოლეიტი კი ბატონო. იგივე დარიგება ჩავართ. ორი ოპონენტის წინააღმდეგ დამაშვიდიანი შეიძლება დაცვა, UTG აგრესორია. ნუ პატარა იმის დამატება გვიწევდა რა, ორი ბლაინდის დამატება გვიწევდა რა, დიდი პოტი იყოს, საკმაოდ დიდი პოტი იყოს, შეიძლება ერთი ფერის დამაშვიდიანი, ნუ ხა, სხვადასხვა ფერის დამაშვიდიანი ამ შემთხვევაში, ნუ გასაგებია რომ ფოლდია რა. ერთი ფერის დამაშვიდიანი შესაძლებელია დაკოლა. აქ ჩვენ სტანდარტული ქოლი და რივერზე ყველა ჩეკავს, ჩვენ ჩეკავთ. ანუ კი, შოუდაუნ ველიუ გვაქვს, აქ შეგვიძლია დავჩეკოთ რა. უკეთეს ხელს აქ დიდად ვერაფერს ვერ დააყრევინო. დავჩეკეთ გავიდანით. კი ბატონო. აქეთ გადავწევ ამას. აბა, რეიზი, ქოლი, სკვიზის ქოლი. აქ მეგონი ქოლი ვართ ჩვენც. გასაგებია ხა. ამ ფლოპში უკვე ერთად ვეღარ გავიქცევით, მაგრამ აი დონკფუში მე არ ვფიქრობ გამართლებულია. კი, ერთი შეხედვით რაღაც თითქმის 1.5 SP არია. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უბრალოდ აქ დონკფუშით შეიძლება რაღაც ისეთ ჰენდებს დავაყრევინოთ, რაც უბრალოდ აგრესიას გააგრძელებდა რა. ჩვეულებრივად რა. ჩვეულებრივად შეიძლება დავაყრევინოთ რაღაცა ძალიან ძლიერ ხელებს, რომლებიც აგრესიას გააგრძელებდნენ. შესაბამისად, ჯობია დავჩეკოთ, ანუ ჩვენი არ არის ინიციატივა, რავი, 4 ოპონენტია, ვინმე რამეს მოიფიქრებს რა. ჩეკი. ნუ მაინც მივიღეთ ქოლი. ტოს 5-იანი. თუ გასაგებია, ამ ტოს 5-იანთან ჩვენ განწირულები ვიყავით, თუ სტეკზე ვითამაშებით, ხა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ასე იქნება თუ ისე, მაგრამ ნუ დონკფუში მე მაინც არ მომეწონა მაგ სიტუაციაში. თავიდან ლიმპი, მინრეიზი, ქოლი ჩვენგანაც. აი ეს ქოლი არ მომწონს უკვე, უპოზიციოთ ვართ, შესაბამისად small blind-ზე ჩოლებროს სკვიზი აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა. კი, ერთი ფაქტორია ის, რომ ხო, ოპონენტები პატარა, ეს ოპონენტი ძალიან პატარა სტეკით არის რა, ამისთვის სკვიზი ნუ მაშინ სტეკზე მოგვიწევდა მაგასთან თამაში პრეფლოპზე, შესაბამისად, ხო, რავი, შეიძლება მაგ ფაქტორიდან გამომდინარე გავამართოთ ქოლი. კი, შეიძლება. ნუ ფლოპი მოდის ახლა, საინტერესო. ეს უკვე დანარჩენი? ხო, დანარჩენი სტანდარტია რა. დანარჩენი სტანდარტულია. კი ბატონო, ამ ოპონენტს ვერ დაუყრიდი რა. უკვე როცა არაც გაქვს, ფლეშ დროც გაქვს და უკვე ბანკზე ხარ ვიბული, ხელა პოტია რა ოპონენტი 2-13 პოტს ფუშავს დაახლოებით, უკვე ქოლი ხარ რა. აქ შეიძლება წინაც იქნები ხო.
ან ჩვეულებრივად აი წვილით აქ ოპონენტს ეკნება რაღაცა არაფერი და წინაც იქნება. კი ბატონო, დავამთავრეთ ეს დარიგებების ეს სერია. მოდი გადავიდეთ შემდეგ დარიგებებზე. აქ ცოტა ბლომად დარიგებ, აქ ძალიან საინტერესო დარიგებებია სხვადასხვა. ყველას ვერ მოვასწრებ სავარაუდოდ. მოდი აი ეს აჭარაბეთი გავირბინოთ. და ამაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. კარგი. ან პრინციპში მოდი ასე დავიცი. 9 საათი დაგჭირდა ახლა ამაზე, ორი მოთამაშე ახლა ჩავთვალოთ რა გავარჩიე ჩემი და ამისი და ამ ორ მოთამაშეს კიდე ცალკე გავარჩევ ცალკე ვიდეოში რა. კარგი, აქ დავასრულებ მაშინ ვიდეოს და კიდე ერთ ვიდეოს გავაკეთებ ამ დანარჩენ დარიგებებს იმ ცალკე ვიდეოში გავარჩევ. წარმატებებს გისურვებთ.